მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო ბრიტანული უნივერსიტეტის ბიოფინის кейსზე ფინანსური საჭიროებების შეფასება. ვიდრე უშუალოდ მის განხილვაზე გადავალ, განმარტავ თუ რა არის ბიოფინი. ეს არის გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის მიერ 2012 წელს დაწყებული გლობალური ინიციატივა, რომლის ინოვაციური მიდგომაც საშუალებას აძლევს ქვეყნებს გაზომონ ბიომრავალფეროვნების დანახარჯები, შეაფასონ საჭიროებები და იპოვონ გზები ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ეროვნული დეფიციტის დასაფარად. აღნიშნული ინიციატივა მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება და საქართველო კი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მას 2016 წელს შეუერთდა და დღემდე აქტიურად არის ჩართული. პროექტის დონორები არიან ევროკომისია, გერმანიის მთავრობა, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, შვეიცარია, კანადა და სხვა. მოდით ახლა განვმარტოთ რა არის ბიომრავალფეროვნება. იგი დედამიწაზე გავრცელებული ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სიცოცხლე დიდწილად მასზეა დამოკიდებული. აქ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, თუ საერთოდ რატომ საუბრობთ ბიომრავალფეროვნებაზე, ბუნებაზე და კონკრეტულად ბიომრავალფეროვნებაზე ფინანსურ კონტექსტში და რა კავშირია მათ შორის. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტი დაახლოებით 60 ტრილიონი ამერიკული დოლარის ეკონომიკური ღირებულება პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ბუნებაზე. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში არსებითად გაიზარდა ცნობიერება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნება, როგორც საზოგადოებრივი კეთილდღეობის, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ 2015 წელს ისტორიაში პირველად ბიომრავალფეროვნება ოფიციალურად შევიდა 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგში, რომელიც გაეროს ყველა წევრმა სახელმწიფომ მიიღო. იგი ძირითადად გამოხატულია მე-14 და მე-15 მიზანში სიცოცხლე წყალქვეშ და სიცოცხლე ხმელეთზე, თუმცა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვა მიზნების მიღწევაში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ბუნების დეგრადაციასა და კლიმატის ცვლილებას კაცობრიობის წინაშე მდგარ ორ უმნიშვნელოვანეს საფრთხედ მიიჩნევს, რითაც კიდევ უფრო ცხადი ხდება ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა. ახლა კი განვიხილოთ, როგორ მუშაობს ბიოფინის მოდელი. წარმოვიდგინოთ პროექტის დასაწყისში არსებული სურათი, სადაც გვაქვს არსებული დაფინანსება, რომელიც მოიცავს საჯარო, კერძო და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებებს და ფინანსური დანაკლისი, რომელთა ჯამიც ბიომრავალფეროვნების საერთო საჭიროებას შეადგენს. ბიოფინის მიზანია ერთი მხრივ გაზარდოს არსებული რესურსები და მეორე მხრივ შეამციროს ფინანსური დანაკლისი. ამის მიღწევა ორი გზით არის შესაძლებელი. პირველი ეს არის რესურსების გაზრდა, შემოსავლების ზრდით ან ხარჯების უკეთესი გადანაწილებით, ხოლო მეორე საჭიროებების შემცირება ხარჯების თავიდან არიდებით, უკეთესი გადანაწილებით ან ათვისების გაუმჯობესებით. ბიოფინს აქვს საკუთარი უნიკალური მეთოდოლოგია, რომელიც 5 ეტაპისაგან შედგება. პირველი ეს არის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების პოლიტიკისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების შეფასება. მეორე ბიომრავალფეროვნების დანახარჯების შეფასება. მესამე, რომელზეც ჩვენი кейსი არის და უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, ეს არის ფინანსური საჭიროებების შეფასება, იგივე the financial needs assessment, FNA. მეოთხე ეს არის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების გეგმა და მეხუთე ეგრეთ წოდებული ფინანსური გადაწყვეტების განხორციელება. FNA რამოდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და ეხლა გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ შეფასდა ბიომრავალფეროვნების ჯამური საჭიროება, ფინანსური საჭიროება საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ ბიოფინამდე ეს არავის ჰქონდა დათვლილი. საწყის ეტაპზე განფასდა NBSAP-ით, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიითა და მოქმედებათა გეგმით განსაზღვრულ ქმედებებს, განსაზღვრული ამოცანები, მოხდა მათი განფასება, შემდეგ უკვე მოხდა მათი პრიორიტეტიზაცია და ბოლო ეტაპზე ფინანსური დანაკლისის გაანგარიშება. უნდა აღინიშნოს, რომ FNA-ის პროცესი საკმაოდ კომპლექსური აღმოჩნდა, რადგან NBSAP-ი როგორც დოკუმენტი არ იყო საკმარისად მკაფიო იმისთვის, რომ მასში არსებული მიზნები ადვილად მისაღწევი ყოფილიყო და სახელმწიფო დიდ პრობლემებს აწყდებოდა ამ მიმართულებით. როგორც აღნიშნე, FNA რამოდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა. პირველი ეტაპი იყო მოსამზადებელი ეტაპი და აქ უნდა გარკვეულიყო, თუ ვისთვის ხორციელდებოდა ეს პროცესი. გამოიკვეთა ორი მხარე.
პირველი დაინტერესებული მთავარი მხარე ეს იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო მეორე ფინანსთა სამინისტრო, როგორც გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელიც უშუალოდ განკარგავს და ანაწილებს ბიუჯეტს. ბიოფინის გუნდმა შექმნა სამუშაო ჯგუფი და დაიწყო კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან და მნიშვნელოვანია ის, რომ იგი უშუალოდ კონსულტაციებს გადიოდა იმ ექსპერტებთან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული NBSAP-ის მომზადებაში. შემდეგი ეტაპი გახლდათ NBSAP-ის ქმედებების განსაზღვრა და დაზუსტება და ამის შემდეგ მოხდა თითოეული ქმედების პრიორიტიზაცია. შემდეგი ნაბიჯი იყო მონაცემთა შეგროვება და ანალიზი. შემდეგ უკვე მოხდა, ასე ვთქვათ, დანახარჯების მოდელირება და განფასების შედეგების ანალიზი, რომლის დროსაც ვიზუალური ფორმით, სხვადასხვა ვიზუალური ფორმით მომზადდა შედეგები, რამაც საშუალება მისცა დაინტერესებულ მხარეებს უკეთესად გაეგოთ არსებული ხარჯები თუ საჭირო რესურსები. ბოლო ეტაპზე კი ბიოფინის გუნდმა დაითვალა არსებული საჭიროებები და გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რომელიც შეიძლებოდა რამდენიმე ფინანსური გადაწყვეტა, რომლის განხორციელებაც ბიომრავალფეროვნების ფინანსირების გეგმის შემუშავებამდე შეიძლებოდა მომხდარიყო. ერთ-ერთი ასეთი იყო ბიუჯეტის დასაბუთება. საინტერესო მიგნება იყო ის, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილი პროგრამული დაფინანსებების განაცხადები და მათ მიერ მოთხოვნილი თანხები არ იყო საკმარისად სათანადოდ დასაბუთებული, ესე ვთქვათ. და რის შედეგადაც ბიომრავალფეროვნების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი ან იგივე რჩებოდა, ან მხოლოდ მცირედით იზრდებოდა. ფინანსთა სამინისტროსთვის საკმაოდ რთული იყო იმის გაგება, თუ რატომ იყო საჭირო ბიომრავალფეროვნების დაფინანსება სხვა სექტორებზე მეტად. გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა აქ იმის ჩვენებას, თუ რას მიიღებდა სახელმწიფო გამოყოფილი სახსრების სანაცვლოდ და როგორ შეუწყობდა ეს ხელს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფინანსური გადაწყვეტის განხორციელების შემდეგ ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ყოველწლიური ასიგნებები, საბიუჯეტო ასიგნებები გაიზარდა არსებული 100,000 ლარიდან 420,000 ლარამდე, რაც ბიუჯეტის უკეთესი დასაბუთების შედეგად იქნა მიღწეული. ეხლა მოკლედ გეტყვით FNA-ის პროცესს, რომელშიც რომლის დროსაც გამოიკვეთა სხვადასხვა დოკუმენტი თუ სფერო, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ბიომრავალფეროვნებაზე. პირველი ცხადია ეს იყო მთავარი დოკუმენტი და მისით განსაზღვრული NBSAP-ით განსაზღვრული ქმედებები, რომლის დროსაც მოხდა საჭიროებების და ფინანსური დანაკლისის დათვლა. მეორე ეს გახლდათ სახელმწიფო პროგრამები, სრული სურათის მისაღებად FNA-ში აისახა სწორედ ის პროგრამები, რომლებიც არ შედიოდნენ NBSAP-ში და მათი დაზუსტება მოხდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან. შემდეგ ეს იყო ჰიდროენერგეტიკის სექტორი. აღნიშნული სექტორის ქმედებები მწირედ იყო ასახული NBSAP-ში და ის დაფარული გახდა მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების შეფასების გეზეშეს შემარბილებელი ღონისძიებებით. გამომდინარე იქედან, რომ სექტორს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ბიომრავალფეროვნებაზე, განფასდა გეზეშეს შემარბილებელი ღონისძიებებით განსაზღვრული მოთხოვნები და სწორედ ამ გზით მოხდა ფინანსური საჭიროებისა და დანაკლისის დათვლა. შემდეგი ეს იყო სამთო-მოპოვებითი სექტორი, ის საერთოდ არ იყო ასახული NBSAP-ში და ამის გამო აქცენტი გაკეთდა ნიადაგის აღდგენის ხარჯებზე, რომელიც ლიცენზიით პირობებით იყო განსაზღვრული და ბოლო ეს იყო სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჭიროებები, დადგინდა ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც სამინისტროს უკეთდა ეფექტიანად მუშაობას განაპირობებდა. პირველი ეს იყო კვალიფიციური კადრების შენარჩუნება, ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა, ახალი კადრების დამატება თუ არსებული პერსონალის გადამზადება. FNA-ის დასრულების შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოს ბიომრავალფეროვნების მიმართულების მთლიანი საჭიროება, ფინანსური საჭიროება შეადგენდა $390 მილიონ ამერიკულ ხოლო ფინანსური დანაკლისი კი $135 მილიონი განისაზღვრა, რომელიც მომავალ შეფასებიდან მომავალ 5 წელზე იყო გადანაწილებული, რაც ნიშნავდა იმას, რომ წელიწადში 27 მილიონი მეტის ხარჯვის საჭიროება და აუცილებლობა იყო ქვეყანაში.
უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი წილი მოდიოდა ინბისაპის ქმედებებზე, უმეტესი წილი ეს 38%, შემდეგ მოდიოდა ჰესები 24% და შემდეგ უკვე სამთო მოპოვებითი სექტორი და სამინისტროს საჭიროებები 19%. შედეგების ანალიზით დადგინდა, რომ გამოიკვეთა ისეთი ქმედებები, რომელთაც ბიომრავალფეროვნების დაფინანსებით კუთხით გააჩნდა დიდი პოტენციალი და მცირე რესურსებით მნიშვნელოვანი შედეგების მიღება შეეძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბიომრავალფეროვნების დაფინანსებაში დიდი წვლილი შეაქვს სახელმწიფოს დაახლოებით 75%-ით, დადგინდა, რომ ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტთან მიმართებით საკმაოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდა, რაც მიუთითებდა იმის შესაძლებლობაზე, რომ დაფინანსების დანაკლისის შემცირება შესაძლებელი იყო საჯარო სექტორზე ზედმეტი ტვირთის დაკისრების გარეშე. კვლევამ აჩვენა, რომ დიდი რაოდენობით სახსრები იხარჯებოდა ისეთ ქმედებებზე, რომლებიც ინბისაპში საერთოდ არ იყო ასახული და ასევე მეორე და მესამე პრიორიტეტის ქმედებებზე, მაშინ როცა პირველი პრიორიტეტის ქმედებები შეუსრულებელი იყო. იქედან გამომდინარე, რომ სამთავრობო დაფინანსების ოდენობა შეზღუდულია, ალბათ უმეტესი წილი სამომავლოდ ამ კუთხით დაფინანსებაზე წამოვა კერძო სექტორით და დონორების მხრიდან, თუმცა რადგან ბიომრავალფეროვნება საზოგადოებრივ სიკეთეს წარმოადგენს, სახელმწიფო დაფინანსების საჭიროება კვლავ იარსებებს. სად არის გამოსავალი? პროცესმა აჩვენა, რომ ინბისაპში ძირითადად მოცემულია ინდივიდუალური ღირებულების ქმედებები, რომელთა ღირებულება 50,000 ამერიკულ დოლარზე ნაკლებია და ეს მარტივად შეიძლება დაფინანსდეს კერძო სექტორის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, იგივე CSR-ის ფარგლებში, ან თუნდაც ინდივიდუალური მიზანმიმართული კამპანიებით. ამრიგად, რომ შევაჯამოთ, აშკარაა, რომ საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი ფინანსური და სხვა სახის გამოწვევა უდგას, თუმცა საბედნიეროდ ქვეყანას გააჩნია შესაძლებლობა, რომ ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ჩაატაროს სხვადასხვა ტიპის რეფორმები, რაც უზრუნველყოფს არსებული ფინანსური დანაკლისის შემცირებას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.